ჩემთვის რა რომ ყველაზე ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა რომ პრობლემა რომელიც არსებობს შენში შენს ქვეყანაში შენ თავში მოძებნო რა რომ შენ ხარ ამაში დამნაშავე იმიტომ რომ მე აი პირადად მე არასოდეს ტყული არ მithქვას და არასოდეს არ მოვიტყვი პირადად მე რამდენჯერმე ვისაც ვიცნობ ხელისუფლებაში არა მხოლოდ მათთვის აი ვისაც ვიცნობ რომ მათთან ახლო ურთიერთობა ვეუბნებოდი წლების მანძილზე რომ ასეთი რამები ხდება ციხეში მე ვუბრუნდი რომ ნანახი არ მქონდეს მაგრამ პატიმრებისგან ხო ეს მესმოდა და ვეუბნებოდი ასეთი რამე ხდება ციხეში ვეუბნებოდი ამის გარდა იბეჭდებოდა გაზეთებში ეხლა ამბობენ რომ არ ვიცოდითო და პარლამენტის წაი გიждები რომ ამბობენ რომ მარტო ბაჩო ახალაეს დაჭერას რო ითხოვენ ბაჩო ახალაეს კი არა მე მგონი პასუხისგებელი საქმის აღზრას იმსახურებს ნებისმიერი ადამიანი ვისაც ევალებოდა ამის გამო რეაქცია ჰქონდა აი წარმოვიდგინეთ რამდენი პარლამენტში არა 150 დეპუტატი ჩვენ სულ ვიცით 20 მაქსიმუმ რომელიც თავის მოვალეობას აღასრულებს ანუ იღებს საკანონმდებლო შემოქმედებაში მონაწილეობას რაღაცას დაიწუნეს მოიწონეს ძალიან ძირითადი ნაწილი დაახლოებით ეს არის 100 დეპუტატი რომელიც თელი ამდენი წლის მანძილზე ჩვენი ბიუჯეტიდან ჩვენი ფულით არსებობს და არაფერს არ აკეთებს, არაფერს გამკეთებელი არ არის. აი მათ ჰქონდათ საშუალება რამდენჯერმე ერთხელ კი არა, რომ სახელმწიფო ოფიციალური სახელმწიფო პირისაგან ომბუდსმენი არის სახელმწიფო პირი. ოფიციალური მონაცემები მოესმინა, ოფიციალური ფაქტები, წამები დახოცილი ადამიანების შესაძლებელი და რეაქცია არ ქონდა. შედედამოტყურო, ჩემს ფულით რო ცხოვრობ ამდენი წელი და რეაქციას არ აქვს. საშუალო წახვალ და გადაბრუნდები და დაიძინებ, რო იცი რომ 20 წლის წამებით კლავენ ციხეში. აი არ მესმის ამ ადამიანების არსებობას პარლამენტში რა გამართლება. ან როგორ ითხოვენ კიდე რომ ისევ დეპუტატად აირჩიონ და ხმამისწად მიცეთ კიდე ჩვენ. აი ეს ჩემთვის არის სულად აუხსნელი, აი სულად გამაოგნებელი. თორე